პრეზენტაცია არის ფრეგეზე, გოტლუბ ფრეგეზე. ესე იგი, პირველი რაც უნდა განვიხილოთ ფრეგესთან, რითიც თვითონაც იწყებს და მე ამთავრებს კიდეც, არის ეს ორი შემთხვევა, რომ A უდრის A-ს და A უდრის B-ს. ეს ორი, განსხვავებული რაღაც არის, ორივე არის მტკიცება, ორივე კონკრეტული პროპოზიცია გააჩნია, მაგრამ კოგნიტური ღირებულება გააჩნია სხვადასხვა. აქ რა თქმა უნდა ვუშვებთ იმას, ჩვენ და ფრეგე უშვებს იმას, რომ A უდრის A-ს ჭეშმარიტია და ასევე ჭეშმარიტი არის, რომ A უდრის B-ს. ორივე არის ჭეშმარიტი. თუმცა მიუხედავად ამისა, ორივეს მაინც სხვადასხვა კოგნიტური ღირებულება გააჩნია. ამის მიზეზი არის ის, რომ როდესაც ვამბობთ, რომ A უდრის A-ს, ეს არის უბრალოდ გამეორება, ერთი და იგივეს თქმა არის, ტაუტოლოგია, ხოლო A უდრის B-ს უფრო ღირებული არის კოგნიტურად, იმის გამო, რომ მას გააჩნია შინაარსი. რადგან მას ის არის უფრო ფართომომცველი, ის უფრო მეტს გვეუბნება A-ს შესახებ და B-ს შესახებ, რომ ისინი ერთმანეთს უდრიან, მაგრამ თან ასევე განსხვავებული არიან. ამის გამო მას უფრო ფართო კოგნიტური ღირებულება გააჩნია და შესაბამისად იმის გამო რომ შინაარსი აქვს და რადგან მათ შინაარსი აქვს, ისინი ჩვენს ცოდნას აფართოვებენ. ამის კიდე ერთი მიზეზი არის ის, რომ როდესაც ვამბობთ, რომ A უდრის A-ს, ეს არის აპრიორი არის საფუძნებული, ხოლო A უდრის B-ს, ყველა შემთხვევაში ვერ იქნება აპრიორი დაფუძნებული. და მაგის გამო არის ასევე უფრო მეტი შინაარსის მომცველი. რაც შეეხება თვითონ პროპოზიციებს და წინადადების აგებულებას, ფრეგესთან არის მინიმუმ 3 კომპონენტი, რითიც წინადადება იგება და ეს 3 კომპონენტი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ განვიხილოთ ყველაზე basic, ordinary, ჩვეულებრივი შემთხვევა, რომელიც არის პირველი არის sign, შემდეგ არის sense და შემდეგ reference. Sign არის ჩვეულებრივი სიტყვა ან ნებისმიერი რაიმე, რაც მიგვანიშნებს კონკრეტულ ნივთზე, ან ობიექტზე. ეს შეიძლება იყოს სიტყვა, ფრაზა ან სიმბოლო. sign არის ჩვეულებრივი უბრალოდ აღქმადი ლინგვისტური ექსპრესია. ამის მაგალითი ფრეგეს მოყავს, ბევრი მოყავს, მაგრამ რაც მოყავს არის მაგალითად ცისკრის ვარსკვლავი. ცისკრის ვარსკვლავი ჩვენ მიგანიშნებს კონკრეტულ ობიექტზე, რომელიც არის ფრაზა, რომელიც რეალურად შემდეგ რეფერირებს ვენერაზე. და ამას მერე კიდე რეფერენსზე, როდესაც გადავალ, იქ კიდე უფრო ჩავშლი. რაც შეეხება sense. sense არის ის, რითაც და როგორც რეფერენსი არის წარმოდგენილი. sense გააჩნია შინაარსი, რომელიც მიმართული არის რეფერენსზე. sense გვაწვდის ჩვენ კონკრეტულ ცოდნას, კონკრეტულ შინაარსს, რაღაცას, რაც ჩვენ შეგვიძლია შემდეგ sense-ის გააზრების შემდეგ ვიცოდეთ რეფერენსზე. და ამის მაგალითი არის, რომ ცისკრის ვარსკვლავი წარმოადგენს ვენერას, აქაც არასდროს წერია, ვენერეს წერია რატოღაც. წარმოადგენს ვენერას როგორც ციურ სხეულს, რომელსაც დილით ვხედავთ. რაც შეეხება თვითონ რეფერენსი მაგ წინადადებაში არის ვენერა. ესე იგი, ჩვენ გვაქვს sign, რომელიც არის ცისკრის ვარსკვლავი, ჩვენ გვაქვს sense, რომ მაგალითად არის ციური სხეული, რომელსაც დილით ვხედავთ, რომელიც მიემართება ვენერას, რომელიც არის რეფერენსი. შესაბამისად, რეფერენსი არის ის, რასაც sign სინამდვილეში აღნიშნავს. ცისკრის ვარსკვლავის სინამდვილეში არის ვენერა, მაგრამ ეს ორი განსხვავებული არის ერთმანეთისგან. იმ წინადადებაში, რა წინადადებაც იყო მაგალითად განხილული. ამაში გულისხმობა, რომ ცისკრის ვარსკვლავი არის წარმოდგენილი როგორც sign, როგორც რაღაც ნიშანი და ვენერა არის რეფერენსი, რაზეც თვითონ ის sign რეფერირებს. და მაგალითი არის მოყვანილი, რომ სხვადასხვა sign შეიძლება ერთსა და იმავე ობიექტზე რეფერირებს. მაგალითად, ცისკრის და მწუხრის ვარსკვლავი ორივე ვენერაზე რეფერირებს. ნებისმიერი წინადადება რო ავაგოთ, რომ ცისკრის ვარსკვლავი და მწუხრის ვარსკვლავი
აი მაგალითად სისხლის ვარსკვლავი ანათებს და წუხრის ვარსკვლავი ანათებს, საინები შეიძლება განსხვავებული იყოს ამ წინადადებაში, იყოს არა, არის ამ ორ წინადადებაში საინი განსხვავებული, იმიტომ რომ პირველ წინადადებაში იქნება სისხლის ვარსკვლავის საინი და მეორე წინადადებაში იქნება წუხრის ვარსკვლავი. მაგრამ რეფერენსი, ანუ რაზეც ეს ორი მიანიშნებს, ეს ორი საინი არის ერთ და იგივე, რომელიც არის ვენერა. რაც შეეხება ორი წინადადების კონკრეტურობას. ორი წინადადება, რომლებიც ერთსა და იგივე ობიექტზე რეფერირებენ, შეიძლება განსხვავებულები იყვნენ კონკრეტურად. და ამის კარგი მაგალითი არის ის, რომ სისხლის ვარსკვლავი ვენერა და წუხრის ვარსკვლავი ვენერა. ანუ ორივე წინადადება ვენერაზე რეფერირებს, თუმცა შინაარსი ორივესი განსხვავებული არის, იმიტომ რომ სხვადასხვანაირად აღწერს ვენერას. ანუ ერთი როგორც სისხლის ვარსკვლავს, მეორე როგორც წუხრის ვარსკვლავს. და ანუ სტრუქტურა რო გამოვყოთ, რავი, basic სტრუქტურა იქნება შემდეგნაირი, რომ ანუ გვაქვს საინი, რომ მერე გვაქვს სენსი, რომელიც უკვე შინაარსის მომცემია და საბოლოოდ გვაქვს რეფერენსი, ანუ ეს არის რაღაც basic სტრუქტურა, როგორც შეიძლება წინადადება აიგოს. შესაბამისად, რეფერენსი და სენსი ერთმანეთისგან განსხვავებული რაღაცებია, ამიტომ წინადადება არის შინაარსის მომცველი. ანუ საიდანაც დავიწყე, რომ A უდრის B-ს, თუ უშვებთ ამას, რომ სწორია, რომ აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ სისხლის ვარსკვლავი არის ვენერა, ანუ აქ გვაქვს A და B კონკრეტული, და რადგან ეს განსხვავებული არის, ზუსტად მაგის გამო არის ეს წინადადება შინაარსის მომცველი. იმიტომ რომ ვთქვათ ჩვენ, რომ მაგალითად ვენერა უდრის ვენერას, ოკეი, ანუ არაფერ შინაარსს არ გვაძლევს, არის უბრალოდ იდენტობის კანონის გამეორება, რომ A უდრის A-ს და ეგ შინაარსის მომცველი არ არის. და რადგან საინი და რეფერენსი არის ერთმანეთისგან განსხვავებული, აქაც არასდროს წერია. საინი უნდა წეროს აქ. და რადგან საინი და რეფერენსი არის ერთმანეთისგან განსხვავებული, აი მაგ შემთხვევაში ვიღებთ უკვე ჩვენ შინაარსიან წინადადებას. იმიტომ რომ ეგ უკვე რაღაცა ახალს გვეუბნება. მაგალითად იმას, რომ სისხლის ვარსკვლავი არის ვენერა. რაც შეეხება თვითონ რეფერენსის ტიპებს, ანუ რამდენიმე ტიპს გამოყოფს ფრეგე, რომელიც არის customary reference, მაგალითად, რომ ვენერა ანათებს, ანუ ვენერა არის ჩვეულებრივი customary reference, ანუ იდეაში ჩვეულებრივი რეფერენსი იქნება ამ შემთხვევაში უბრალოდ. და ასევე ჩვენ გვაქვს კიდევ indirect reference, რაც გულისხმობს იმას, რომ აი მაგალითად სისხლის ვარსკვლავი ანათებს, სისხლის ვარსკვლავი არის, ანუ არაპირდაპირი მინიშნება ვენერაზე. ანუ customary reference იქნება ისეთი რეფერენსი, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს ობიექტზე. სისხლის ვარსკვლავი, ანუ მიანიშნებს სისხლის ვარსკვლავზე, მაგრამ სისხლის ვარსკვლავი რეალურად არის ვენერა და ამიტომ არის არაპირდაპირი რეფერენსი ან ირიბი რეფერენსი. და ანუ ეს არის ორი რეფერენსის ტიპი, რომელსაც ფრეგე გამოყოფს. ეს ორი რეფერენსი ანუ განსხვავებულად გვხვდება შემდეგ თვითონ კონტექსტებში. და ეს კონტექსტები რეალურად საჭირო არის, რომ შემდეგ კიდევ რამდენიმე რაღაცის ტიპს გამოყოფს, თვითონ წინადადების, თვითონ სენსის ტიპს და ასე შემდეგ რაც განვიხილო. მაგრამ ეს კონტექსტი არის საკმაოდ საჭირო, რომ ანუ მივხვდეთ სად, როგორ და როდის არის რანაირად გამოყენებული ფრეგეს მიხედვით. კონტექსტი გვაქვს რომ ჩვეულებრივი და არაპირდაპირი, ანუ ეს განმოთარგმნებულ customary კონტექსტი არის და indirect კონტექსტი. და ანუ ჩვეულებრივი კონტექსტი არის თვითონ აი ეს, ანუ ჩვეულებრივი კონტექსტის შემთხვევა არის ეს, როდესაც გვაქვს უბრალოდ საინი, სენსი და რეფერენსი. ანუ რომ მეტი განსაკუთრებული არაფერი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი კონტექსტი, რაშიც პროპოზიცია არის მოცემული. რაც შეეხება არაპირდაპირ ან ირიბ კონტექსტს,
ირიბ კონტექსტში არის ესეთი რაღაცა, რომ გვაქვს საინი, რაც იგივე არის, ანუ როგორც ჩვეულებრივ შეაცება აქაც, მაგრამ შემდეგი არის indirect sense, ანუ ირიბი sense, ანუ ირიბი შინაარსი და ირიბი რეფერენსი. ანუ აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ანუ არაპირდაპირ კონტექსტში customary references, მაგრამ გვაქვს customary sense, რომელიც ფუნქციონირებს როგორც indirect reference. ანუ აქ შეგვიძლია ჩვენ ჩავწეროთ ფრეგეს მიხედვით, ანუ indirect reference უბრალოდ ამოვიღოთ და ჩავსვათ customary sense, რომელიც იქნება აი ეს, იგივე. ანუ ჩვეულებრივ კონტექსტში, რაც არის sense, და ნუ, როდესაც გვაქვს, ანუ ორი კონტექსტი გვაქვს, ანუ ეს sense იქნება მერე customary sense. ამის ვაგირო შეგვიძლია უბრალოდ ანუ აქ ირიბ კონტექსტში იგივე შეგვიძლია ჩავსვათ აქ. ანუ ამაში გულისხმობ რას, რომ რეალურად როგორც ანუ არაპირდაპირ კონტექსტში ისე ფუნქციონირებს indirect reference, როგორც customary sense და მაგიტო შეგვიძლია მაგის გაკეთება. და რავი ამის მაგალითს ვერ მოვიყვანე. და ეს ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, რომ ანუ არაპირდაპირი კონტექსტი ჩვენ გვაქვს ისეთი წინადადებიდან, რომელიც დამოკიდებული არის ან დაქვემდებარებული არის, ანუ ქართულად ქვემდებარე არის სხვა წინადადებისა. ანუ გვაქვს კონკრეტული რთული შედგენილი წინადადება და ანუ მაგიტო ხდება ეგ, რომ indirect reference ფუნქციონირებს როგორც customary sense. გადავიდეთ ახლა ოდისევსის მაგალითზე. და ანუ როდესაც ფრეგეს მოყავს ეს მაგალითი, რაღაც მხრივ თავის თავს უთხრის ძირს. იმიტომ რომ ამბობს, რომ ყველაფერს რეფერატი შეიძლება არ გააჩნდეს, მაგრამ გააჩნდეს სენსი. და მოყავს ამის მაგალითი, რომ ოდისევსი არის ითიკას მეფე. ფრეგი ამბობს, რომ ოდისევს რეფერატი არ გააჩნია, იმიტომ რომ უბრალოდ არის fictional პერსონაჟი და ანუ რეალური ისტორიული ფიგურა არა. და ამის გამო მას რეფერატი არ გააჩნია, მაგრამ სენსი მაინც აქვს. და მაგით მერე ძალიან მარტივად შეგვიძლია უბრალოდ გადასვლა, ანუ ამ მაგალითის მიხედვით, უბრალოდ პროსტა შეგვიძლია იგივე გადავხდეთ ფრეგეს როგორც აბათილებს რასელი მანდ. ანუ ერთი ნაბიჯი არის უბრალოდ რა, რაზეც ვერე რონინი იმას ილაპარაკებს. ნუ რაში არის ახლა ეს საჭიროა, რომ რეფერენტი შეიძლება არ გქონდეს, მაგრამ სენსი მაინც გააჩნდეს რა. ანუ ამით ჩვენ მივდივართ შემდეგ კონკრეტულ ორ განსჯამდე, რითიც შეგვიძლია ჩვენ გავსაჯოთ თვითონ წინადადება რა. და ეს არის conviction-ი და inference-ი. ამ ორ შორის განსხვავება ის არის, რომ conviction-ი არის უბრალოდ სუბიექტური განსჯა ჭეშმარიტებაზე. და თვითონ conviction ნიშნავს, conviction-ი არის აზრის, ანუ thought, რაც არის ფრეგესთან ამ წინადადებებში, ამ აზრის ჭეშმარიტების სუბიექტური გაცნობიერება. ანუ როდესაც კონკრეტული ადამიანი, ინდივიდი გააცნობიერებს, ან მიიღებს, ან ირწმუნებს, რომ კონკრეტული აზრი არის ჭეშმარიტი. და ანუ თლიან იმაზე არის, რა ქვია, სუბიექტზე არის ეს დამოკიდებული და კონვიქცია თვითონ არ განსჯის იმას, თუ წინადადება არის თუ არა თვითონ ჭეშმარიტი. მაგას აკეთებს მაგალითად რა ქვია, inference-ი რა. იმით, რომ inference-ი განსჯის თუ რამდენად სწორი არის, როდესაც გვაქვს პროპოზიციები და იმ პროპოზიციებიდან რომ გამომდინარეობს დანასკვნა. ანუ რამდენად ლოგიკურად ხდება ეგ, ანუ რამდენად სწორად არის ლოგიკური ურთიერთდამოკიდებულება მწარმოებლებსა და დანასკვნას შორის და რამდენად არის ლოგიკური მიმართება მათ შორის. ანუ მაგას აკეთებს inference. შესაბამისად, ანუ თვითონ ეს ლოგიკური მიმართება
არის აი ამ ფორმით მოცემული ფრეგესთან. რომ ჯერ გვაქვს კონკრეტული აზრი, ანუ thought, რაც აქ არის, შემდეგ გვაქვს განსჯა, ანუ გავსჯით ამ კონკრეტულ რავი, thoughts, რაც მოცემული გვაქვს და ამ განსჯის ხარჯზე ხდება კონვიქცია, რითიც სუბიექტი ირწმუნებს, რომ ჭეშმარიტია, ან ირწმუნებს, რომ არ არის ჭეშმარიტი და შემდეგ გვაქვს უკვე inference, რაც უკვე ანუ თვითონ ლოგიკურ მიმართებას ადგენს წანამძღვრებსა და დანაშაულს შორის. და ესე მუშაობს თვითონ წინადადება ფრეგესთან, ანუ დაჯერება მისა თუ სწორია თუ არა და ამის განსჯა. შემდეგ ფრეგე გამოყოფს clause-ებს, ანუ წინადადებების ტიპებს, რაც არის ორნაირი, ანუ просто clause, რაც წინადადება ითარგმნება ალბათ ქართულში და არის კიდევ subordinate clause. Clause, ანუ წინადადება აზრისთვის აქ კონკრეტულ სიტუაციიდან ქესიყენებს. ფრეგე წერს, რომ clause არის აზრის ლინგვისტური ექსპრესია. ანუ უბრალოდ ის, რაც ლინგვისტურად გამოხატავს აზრს და ნუ ეს ყველაფერი შედგება წინადადების სახით გვაქვს. ხოლო subordinate clause არის ანუ ქართულში ალბათ ქვემდებარე წინადადება, ანუ წინადადება, რომელიც შედგენილი რთული წინადადების ნაწილია და გრამატიკულად სხვა წინადადებაზეა დამოკიდებული. ანა ნიშნულობებიც, რავი, ძალიან მარტივად გადმოდის შემდეგ ამ წინადადებაში, რაც განვიხილე, როდესაც საუბრობდი აი აქ. ანუ აქ რო გვაქვს ჩვენ ჩვეულებრივი კონტექსტის ტიპები, ანუ ეს ჩვეულებრივი და არაპირდაპირი, ან ირიბი, ჩვეულებრივი და ირიბი. ეს კონტექსტები, ანუ arise, როგორ იქნება ქართულად, წარმოდგინდება მსგავს წინადადებაში. როდესაც გვაქვს ანუ clause წინადადება, რომელიც არის მთავარი წინადადება და subordinate clause, ანუ ეს თვითონ დამოკიდებული წინადადება, რომელიც დამოკიდებული არის clause-ზე. როდესაც გვაქვს ანუ მსგავსი წინადადებები, ანუ რთული ან შედგენილი წინადადებები, რომელიც შედგება clause-ისგან და subordinate clause-ისგან, მაგ შემთხვევაში გვაქვს ჩვენ აი ეს კონტექსტის ტიპები, ჩვეულებრივი და არაპირდაპირი და მაშინ არის, როდესაც ეს ფორმულა გვაქვს, ანუ subordinate clause-ში და იგივე ასევე references ტიპებზე, ანუ customary reference და indirect reference. ეს არის customary reference გვაქვს ჩვენ просто clause-ში, ანუ მთავარი წინადადებაში და indirect reference გვაქვს ჩვენ ირიბ წინადადებაში, ანუ subordinate clause-ში. რაც შეეხება თვითონ მნიშვნელობას. ანუ მნიშვნელობა, რომელიც ჩვეულებრივ კონტექსტში subordinate clause-ს ეკუთვნის, არაპირდაპირ კონტექსტში მისი რეფერენსი, ანუ არაპირდაპირი ხდება. თუმცა subordinate clause მაინც გააჩნია მნიშვნელობა მიუხედავად იმისა, რომ არაპირდაპირი რეფერენტია. ანუ რა ხდება? როდესაც გვაქვს ჩვენ კონკრეტული რაღაც დამოკიდებული წინადადება, მაგ შემთხვევაში ხდება ის, რომ მაგ წინადადებაში გვაქვს indirect reference, რომელიც არაპირდაპირ რეფერირებს იმ რეფერენტზე, რაც გვაქვს ჩვენ თავარ წინადადებაში. თავარი წინადადების რეფერენტზე არა, თავარი წინადადების შინაარსზე რეფერირებს. თუმცა ეგ იმას ამნიშნავს, რომ თვითონ ამას ანუ დამოკიდებულ წინადადებას შინაარსი არ გააჩნია, მას გააჩნია შინაარსი, მაინც, მაგრამ რადგან მისი რეფერენსი არის ირიბი და მისი რეფერენსი ანუ არის შინაარსის მომცველი, რომელიც მიმართება თავარ წინადადებას, მაგის გამო მისი თვითონ შინაარსი დამოკიდებული არის თავარ წინადადებაზე და მაგიტომ არის თვითონ ეგ წინადადება, ირიბი წინადადება. მოკლედ, ანუ რა ხდება ეჯექტივ წინადადებებში რა. ამის მაგალითი არის მოყვანილი, რომ ადამიანი, რომელმაც აღმოაჩინა ნეპტუნი. ანუ ჩვენ გვაქვს
adjective წინადადება, რომელიც არის შინაარსის შემცველი, ანუ შინაარსი გააჩნია adjective წინადადებას ჩვეულებრივ, მაგრამ მისი შინაარსი დამოკიდებული არის მთავარ სხვა წინადადებაზე. ანუ adjective clause გვაქვს ჩვენ როგორც subordinate clause, რაც აი ეს წერნა განვიხილებ. შესაბამისად, ანუ აი აქ მაგალითად, ანუ adjective clause იქნება ანუ adjective clause აქვს მიმართება ამ შემთხვევაში ამ მაგალითში რაც არის მოყვანილი ადამიანზე ანუ კონკრეტულ ერთ ინდივიდზე მიანიშნებს და მას აქვს კონკრეტული რაღაც თვისება ანუ კონკრეტულ თვისებას მიაწერს ამ ადამიანს და რო ეს თვისება არის რომ ანუ აი ის ადამიანი რომელმაც ნეპტუნი აღმოაჩინა შესაბამისად ანუ ამას აკეთებს adjective clause ანუ შემოაქვს კიდევ დამატებითი შინაარსი რომელსაც მიაწერს კონკრეტულ რეფერენტს აქ თვითონ რეფერენტი ჩვენ ასე მოცემული არ გვაქვს ანუ თვითონ ამ ადამიანის სახელი არ გვაქვს მაგრამ გვაქვს საინი და ამ საინზე გვაქვს შემდეგ დამატებითი ინფორმაცია თვითონ საინი რეფერირებს შემდეგ იმ რეფერენტზე. მაგრამ უბრალოდ adjective clause რო ავიღოთ, ჩვენ რეალურად, ანუ თუ არ ვიცით, ანუ იმ ადამიანის სახელი რომელმაც ნეპტუნი აღმოაჩინა, მაშინ ანუ პირდაპირ ის არ გვექნება რეფერენსი. მაშინ გვაქვს უბრალოდ საინი ამ შემთხვევაში თვითონ წინადადების სტრუქტურიდან გამომდინარე, ანუ ის ადამიანი რომელმაც ნეპტუნი აღმოაჩინა და თუ არ გვაქვს ჩვენ კონკრეტული ამ შინაარსის შემცველი ცოდნა, მაშინ ჩვენ რეალურად რაღაც რეფერენტი ვერ გვექნება. და შემდეგ, ну ამას მე კიდევ უფრო ჩავშალ, ესაც სხვა ტიპ, ანუ საბოლოოდ დავხურავ ამ ტიპებს რა. და ანუ იდეაში რაც მაგალითში წერია რომ შემდეგი მაგალითი რომ განვიხილოთ რომ adjective clause-ის შინაარსი დამოკიდებული იმაზე თუ როგორ წარმოადგენს თვისებას ან დამოკიდებულებას ანუ ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ ანუ რადგან adjective clause რო შინაარსი გააჩნია ანუ ეგ შინაარსი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ წარმოადგენს კონკრეტულ თვისებას ან დამოკიდებულებას ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ მაშინ ეგ რაზე რეფერირებს ანუ თვითონ მაგ შინაარსში რა იგულისხმება ანუ მაგას მივხვდებით მაგალითად ამ შემთხვევაში მივხვდებით რომ ის ადამიანი რომელმაც ნეპტუნი აღმოაჩინა, მაგრამ ვერ ვხვდებით იმას, რომ ამ თვითონ ეგ ადამიანი ვინ არის. ანუ ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ. და ამის მაგალითად რომ მოვიყვანოთ, ანუ ზემოთ ხსენებული იგივე მაგალითი რა. მიანიშნებს ერთ კონკრეტულ ინდივიდზე, რომელმაც აღმოაჩინა ნეპტუნი. ანუ ეს მოითხოვს ცოდნას, რათა რაიმეს, ანუ მოვარგოთ ეს წინადადება. ანუ ჩვენთვის რომ რეფერენსი კონდეს, ანუ ამ წინადადებას მაგისთვის მოითხოვს ცოდნას. Adverbial clauses ცვლის ზმნას ზედსართავს სახელს ან მთლიან წინადადებას და წინადადებაში შემოაქვს დრო, ადგილი, მიზეზი, წესია, პირობა. ანუ კონკრეტული რაღაცები შემოაქვს, ანუ კონკრეტული შემთხვევები ან პირობები. და მას გააჩნია სენს, რადგან ის აკონკრეტებს სიტუაციას ან მიმართებას წინადადებაში მთავარ წინადადებასთან მიმართებით. ანუ adverbial clause არის subordinate clause, უბრალოდ subordinate clause-ის ტიპი არის, ანუ როგორც ეს, ანუ adjective clause-ი. და როდესაც ანუ მთავარ წინადადებასთან აქვს მიმართება, იმ მთავარ წინადადებასთან მიმართებით კონკრეტულ რაღაც სიტუაციას ან შემთხვევას აკონკრეტებს, უფრო სპეციფიკურს ხდის. და ამის მაგალითი არის, რომ კეპლერი პლანეტას დაკვირდა მაშინ, როდესაც ის ხილვადი იყო. ანუ შემოაქვს ისეთი სიტუაცია, adverbial clause არის ის, რომ ანუ პლანეტა იყო ხილვადი. ეს იქნება adverbial clause-ი. ანუ შემოაქვს კონკრეტული ისეთი სიტუაცია, სადაც ჩვენ გვაქვს ანუ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აკონკრეტებს ანუ იმას, რომ კონკრეტულ ერთ მომენტში, როდესაც რაღაც ნებისმიერი სიტუაცია მოხდა, ამ სიტუაციაში ეს იყო ასე.
და აქ იყო ის რომ ანუ კეპლერი პლანეტას დააკვირდა, ანუ დააკვირდა მაშინ როდესაც ეს პლანეტა იყო ხილვადი. და ნუ ამას აკეთებს adverbial clause-ი. ან მაგალითად ავთო სახლიდან არ გავიდა, როდესაც წვიმდა. იგივე, ანუ აქ ანუ წვიმს ეგ არის, ანუ adverbial clause. კიდე რაც მთავარი არის ის, რომ გვაქვს conditional clauses, რაც საკმაოდ საჭირო არის ლოგიკაში. Conditional clauses, ანუ გამოხატავს უბრალოდ პირობით დამოკიდებულებას წინადადებებს შორის. და ნუ ეს საკმაოდ მარტივი არის, ანუ ალბათ იცით ესეთი მაგალითები რა. Conditional clauses, ანუ თუ P მაშინ Q. მაგალითად, თუ წვიმს, გარეთ არ გავალ. და ასეთ წინადადებაში გვაქვს ორი შემადგენელი კომპონენტი, antecedent და consequent. და ანუ ორივეს ამ შემთხვევაში გააჩნიათ დამოუკიდებელი რეფერენსი. მსგავს წინადადებებში.